გარეთ ზამთრის ცივი ღამე იყო, ჭექთა და ქუხთა, ელვა იკლაკნებოდა. ცაზე ნამდვილი ხანძარი ენდა. ცივი, ძლიერი ქარი უსტვენდა და ტრის კორიანტელს აყენებდა. მინდორში ღებს ატირებდა და აკუნისებდა. პინოქიოს ძალზე ეშინოდა ელვისა და კრუხუნის, მაგრამ შიმშილის შიშზე უარესი გამოდგა. მტარი გამოაღო, გარეთ გამოვარდა და 100 ნახტომის შემდეგ უკვე სოფელში გაჩნდა. აკოშინდა და ენა მონადირე ძაღლივით გადმოაგდო. სოფელს ღრმა ცილით ეცინა. ფარდულები დაკეტილი იყო, სახლების კარ-ფანჯრებიც დაეკმანა. ქუჩაში ძაღლებიც აღარ დადიოდნენ, გეგონებოდათ ყველანი ამოწყვეტილები. შირი და ილაჯ-გაწყვეტილი პინოქიო ერთ სახლს მიადგა და კარზე მიმაგრებული ზარი დარეკა. იქნებ ვინმე მადლიანმა გამომხედოსო, გაიფიქრა ბიჭი. მართლაც ფანჯარაში მოხუცი გამოჩნდა, თავზე ღამის ჩოჩი ეხურა. ამუდროოდროს რომელი ხარ? ეკითხა გაჭამრებით. მოიღეთ მოწყალება, ერთი მაყური გადმომიგდა. დაიცა, ახლავე გამომიტან, უთხრა კაცი. მოხუცმა იფიქრა, ეს ალბათ ვინმე თავზე ხილაღებული მაწანწალაა, რომელიც თავის გასართობად ხალხს ბინაზე ზარს ურეკავს და პატიოსან ადამიანებს ძილს უფრთხობს. ნახევარი წუთის შემდეგ ფანჯარა ისევ გაიღო. აბა, ფანჯრის ქვეშ დადექი და ქვიდი გამომიშვიდე, დაუყვირა მოხუცმა. პინოქიომ დაუფიქრებლად გაუშვირა ქვოდი. უცებ წყლის ნიაღვარი წამოვიდა და ჩვენი პინოქიო ერთიანად გაწუწა. წყალსადენი მილიდან ამოყვანილ ტიტილასავით გალომპული პინოქიო შიმშილისა და დაღლილობისაგან ნიად გამოცლილი ძლივს მილასლას დაში. დაჯდა სავარძელზე და გაყინული ჭუჭყიანი ფეხები გავარვარებულ ტაფაზე დააწყო. ასე ჩაეცი. ძინარე პინოქიოს ხის ფეხებს ცეცხლი წაეკიდა, აბრიალდა და ბოლოს ნაცრად იქცა. პინოქიო კი ისე არხეინად ხრინავდა, თითქოს ეს სხვისი ფეხი. განთიადისას გაეღვიცა. კარზე ვიღაცა გაკონებდა. რომელი ხარ? იკითხა მტკნარები და თვალების ფშმეტით. მე ვარ, უპასუხა ვიღაცა. ეს ჯეპეტოვი.